იპოვეთ მომრავლება დაშლის ხერხით შემდეგი რიცხვების უმცირესი საერთო ჯერადი. ანუ ვეძებთ ისეთ რიცხვს, რომელზეც ორივე რიცხვი გაიყოფა. უნდა ვიპოვოთ 8-სა და 28-ის. დავიწყოთ პირველი რიცხვი. 8 უნდა დავშალოთ მარტივ მომრავლებად. შემდეგ 28 დავშალოთ მარტივ მომრავლებად. ამოვიწეროთ 8 არის 2 ხარისხად 3, 28 არის 2 ხარისხად 2 გამრავლებული 7-ზე. როგორ ვიპოვოთ ახლა? უნდა მოვიწეროთ მარტივი მომრავლების უდიდესი ხარისხი. ხედავთ, რომ რვიანში არის 2 ხარისხად 3, ანუ უსუჯო 8-სა და 24-ის არის 2 ხარისხად 3 გამრავლებული 7-ზე. რაც არის 56. ვიწერთ მარტივი მომრავლის უდიდეს ხარისხს. ანუ 2 ხარისხად 3 გამრავლებული 7-ზე. განვიხილოთ შემდეგი ორი რიცხვი 64 და 96. დავშალოთ ეს ორივე რიცხვი მარტივ მომრავლებად. ამოვიწეროთ 64 არის 2 ხარისხად 6 გამრავლებული 2 ხარისხად 6. 96 არის 2 ხარისხად 5 გამრავლებული 3-ზე. უსუჯი რო ამოვიწეროთ 64-ის და 96-ის, უნდა ამოვიწეროთ მარტივი მომრავლების უდიდესი ხარისხი. ამ შემთხვევაში 2-ს აქვს ხარისხი 6, 3 არის პირველ ხარისხში, ანუ 2 ხარისხად 6 გამრავლებული 3-ზე, რაც არის 192-ის ტოლი. შემდეგი მაგალითიც განვიხილოთ 240 და 360 დავშალოთ ორივე მარტივ მომრავლებად. ამოვიწეროთ რომ 240 არის 2 ხარისხად 4 გამრავლებული 3-ზე და გამრავლებული 5-ზე. 360 არის 2 ხარისხად 3 გამრავლებული 3 ხარისხად 2-ზე და გამრავლებული 5-ზე. უსუჯი რო ამოვიწეროთ 240 და 360-ის, უნდა ამოვიწეროთ მარტივი მომრავლების უდიდესი ხარისხი და გავამრავლოთ ერთმანეთზე. ამ შემთხვევაში აქვს 2-ს უდიდესი მეოთხე ხარისხი, 3-ს აქვს მეორე ხარისხი, 5 არის პირველ ხარისხში, არის 2 ხარისხად 4 გამრავლებული 3 ხარისხად 2-ზე და გამრავლებული 5-ზე, რაც არის 720-ის ტოლი. ანალოგიურად ვიქცევით, როცა მოცემული გვაქვს 3 რიცხვი, 3-ვე რიცხვი უნდა დავშალოთ მარტივ მომრავლებად. ამოვიწეროთ, რომ 48 არის 2 ხარისხად 4 გამრავლებული 3-ზე, 72 არის 2 ხარისხად 3 გამრავლებული 3 ხარისხად 2-ზე, 80 არის 2 ხარისხად 4 გამრავლებული 5-ზე. უსუჯო 48-ის, 78-ის და 80-ის ტოლი არის. აქაც ანალოგიურად უნდა მოვიწეროთ მარტივი მომრავლის უდიდესი ხარისხი. ანუ 2-ს აქვს უდიდესი ხარისხი 4, ამოვიწეროთ 2 ხარისხად 4, გავამრავლოთ 3-ს აქვს უდიდესი ხარისხი 2, 3 გავამრავლოთ 3 ხარისხად 2-ზე და გავამრავლოთ 5-ზე, რაც არის ისევ 720-ის ტოლი.